მოგესალმებით, განვიხილოთ ფინანსური მენეჯმენტის მე-6 ამოცანები. გვაქვს მოცემული პირობა, როგორია 3 წლის განმავლობაში თითოეული წლის შემდეგ მიღებული $660 ჯამური ახლანდელი ღირებულება, თუ დისკონტირების განაკვეთი უტოლდება 14%-ს. ანუ პირველ რიგში უნდა გავიგოთ თითოეულ წელს მომავალი ღირებულების საწყისი ღირებულება რა იყო და შემდეგ უკვე უნდა დავაჯამოთ ეს ყველაფერი. დავიწყოთ მაშინ ამოხსნა. წერთ ჯერ პირველ რიგში წლებს, ანუ 0 საწყისი ღირებულება, შემდეგ 1-2-3 წლების მიხედვით. პირველ წელს ჰქონდა $660, მეორე წელსაც იგივე, მესამე წელსაც იგივე. საპროცენტო განაკვეთი სამივე წელს იყო ერთი და იგივე. ანუ ეს ყველაფერი არის 660 არის მომავალი ღირებულება, საპროცენტო განაკვეთი არის ის და გეკითხებიან გავიგოთ PV. PV-ს გასაგებად მოცემული გვაქვს აქ ეს ფორმულა და გამოვიყენებთ ამ ფორმულას. ანუ წერთ პირველ რიგში უდრის მომავალი ღირებულება, ანუ FF შეფარდებული ხსნით ფრჩხელს 1 პლუს პროცენტი ფრჩხელს ხურავ და აყვავს წელიწადის ხარისხში. ანუ ეს მივიღეთ პირველ წელს ჩვენი საწყის ღირებულება იყო ეს თანხა. იმისთვის რომ აქ ყველგან ფორმულა არ წეროთ და არ ვიწოლოთ, უბრალოდ ხელს მოვკიდებთ ამ თანხას და გადავწყვეტ შემდეგ უჯრედში და უკვე ავტომატურად გამოგვიტანს მომავალ ღირებულებას, ანუ საწყის ღირებულებას იმ თანხის, რაც გვაინტერესებდა. ხოლო იმისთვის რომ გავიგოთ ჯამი, ანუ PV ჯამური, ამ ყველაფერს უბრალოდ შევკრიბავთ, ანუ უდრის ამას პლუს ეს პლუს ეს. ეს არის ჩვენი ჯამური საწყისი ღირებულება. გადავიდეთ შემდეგ გამოცანაზე. შემდეგი გამოცანა ზუსტად იგივეა, უბრალოდ ციფრებია განსხვავებული. ანუ აქ ვეკითხებიან რომ $200 გვაქვს, $200 მომავალი ღირებულება იყო 1 წლის ბოლოს, $705 მომავალი ღირებულება იყო მეორე წლის ბოლოს და $2400 მესამე წლის ბოლოს. გვაინტერესებს სამივე მონაცემის ახლანდელი ღირებულების ჯამი. და ასევე განაკვეთი გვაქვს მოცემული 15%. აქაც გვაქვს ჩამოწეთ საწყისი წელი, შემდეგ პირველი წელი, მეორე წელი, მესამე წელი. პირველ წელს ჩვენ მომავალი ღირებულება გვქონდა $200, მეორე წელს გვქონდა $705 და მესამე წელს გვქონდა $2400. პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა პირველ წელს 15%, მეორე წელს 15%, მესამე წელს 15%. და გვაინტერესებს ჩვენ გავიგოთ PV და PV ჯამური. PV-ს გასაგებად ვიყენებთ ფორმულას, რომელიც მოცემული გვაქვს. ანუ ეს უდრის FV, ანუ მომავალი ღირებულება, გაყოფილი ხსნით ფრჩხელს 1 პლუს პროცენტი ხურავთ ფრჩხელს და აყვანილი ხარისხში. ფორმულა რთულად აღარ ჩავწეროთ, უბრალოდ ხელს მოვკიდებთ და გადაგულ შემდეგ უჯრედში და ავტომატურად გაიწერება ფორმულა. ესენი არის უკვე ჩვენი საწყისი ღირებულება იმ თანხის, რაც მოცემული გვაქვს ზემოთ, ამ წლების მიხედვით. შემდეგ უნდა დავაჯამოთ ეს თანხა და მივიღეთ ჯამურ PV-ს, ანუ უდრის ეს თანხას დამატებული მეორე თანხა, დამატებული მესამე თანხა. ეს არის ჩვენი ამოცანის პასუხი, ან ჯამური ღირებულება.